კახეთში ჩამოვედით, თელავის და სიღნაღის ტური მოვაწყოთ. თელავი, რა თქმა უნდა, ახლებურად ძველ მარშრუტს არ გავიმეორებთ და სიღნაღი პირველია რეჰანზე. შეიძლება გავაერთიანოთ, მაგრამ უფრო ცალ-ცალკე ეპიზოდი გამოგვივა, იმიტომ რომ ბევრია გადასაღები და გზადაგზათან რჩევებით აღმოვაჩენთ ხოლმე ახალ ადგილებს და სავარაუდოდ ეგეთი ადგილები შეიმატება. თელავის ჭადართან მოვედით, რომელიც თელავის სავიზიტო ბარათია, იმიტომ რომ 900 წლის არის. და ძალიან ლამაზ ადგილას არის, 12 მეტრი აქვს გარშემოწერილობა. ის ქონდა რაღაც პრობლემა, რამდენიმე წლის წინ იწერებოდა, რომ გადასარჩენად გარკვეულ სამუშაოებს ატარებდნენ და არ ვიცი ახლა რა მდგომარეობაა, მაგრამ ერთი ძამა, გეხოცები ეს ყველაფერი. თელავის ეს ჭადარი არის ტურისტულად, რა ვიცი, პირველი ერეკლე მეფის სასახლის მერე ალბათ აქ მოდიან და ეს შეიძლება. ვაშა იძახის სისულელეა, მაგრამ უნდა ჩავეხუტა და ჩავიფიქრო რამე. იმიტომ რომ წარმოიდგინე, რამდენი აქვს ნანახი ამ ჭადარს. როგორ ისექნება ისტორია, ენერგეტიკა. რამდენი რამე შემონახული. ჭადარო. ვერ გავიგე, საიდან არის შესასვლელი. ბაზარში უნდა შევიდეთ, გავისერინოთ, გამოვისერინოთ, კახურიზეთი ვეიდოთ. სახაშე და სახაშლამე. აი, მოდი აქ ვიკითხოთ. გამარჯობა. კახურიზეთი გვინდა თუ შეიძლება თუ გაქვთ ყიდვა? კი. რო დავსუნოთ ხო შეიძლება? გავიგოთ როგორი არომატი აქვს. სუნიც გემოც. კაი, აბა შენც ნახე. საუკეთესოა. რა ღირს? ადგილარი. კაი, მშვენიერი კიდერეები გაქვთ ჩურჩხელები. ჩურჩხელები მაქვს, ჩურჩხელები მაქვს, ჩირები მაქვს. აუ, ჩირიც მინდათ შეიძლება. ერთიად ასხმა მიყვარს და. დოდოთ დამეკმარე საყვარელო. ჩირი მინდა, შავი ქლიავის ჩირი მაქვს და ანუ. აი ეგ ხო, გარგარი, კაი. კაია. რა დიდი მოსული კარალიოკია. აქეთ რა ლამაზია, ნახე. ლობიო ხო არ გინდა? უი, ციცაკები ხო არ გინდა? გაგითავდა ხო? ესეც თელავის დილა. კაფე მოგონებაში მოგვასწავლეს. ძალიან გემრიელი თუშური ხავიწი კეთდება. ძალიან მიყვარს ხავიწი და თელავის დილას ხე ესე ვერ დაიწყებ შვრით და რაღაც იოგურტი. თუ დაიწყო ერბოიანი ხავიწით. დამბალხაჭო, ამით გადავიღო. დამბალხაჭო, ერბო სახლის და ფქვილი. ესე კეთდება ხავიწი. ნახე როგორია. სხვა მთის კერძია, ბევრგან აკეთებენ. ოსური ხავიწიც არსებობს სხვათა შორის, მარტო მთის არა. ფშავში, ხევსურეთში და ეს არის თუშური. გავსინჯოთ. გიждები, როგორი საუზმება. ნოყიერი, ჩასაფენი. თონის პური თბილია. კარგია.
აია. თამბალხაჭოს არომატი მაინც და მაინც არ მოდის. მაგრამ ძალიან გემრიელია. ესეთია. სუყენო ყიერი და თან კარგი. გამართვა ხავიწმა. დილიდან. ეს ჭურჭელით მომწონს. რო არ გაცივდეს. სალათიც უხდებაო, სალათით შევუკვეთეთ და მოდი ერთი მივაყოლო სალათი. ამაზე მცემენ გამომწერები. ის გამატენილი ვლაპარაკობ. შენიშნებს მაძლევა. ეს პამიდორი ახლა რა უნდა იყოს, არ ვიცი, მთლად გემრიელი არ ჩანს. კახური ზეთი კი აპატიოსნებს ყველაფერს. ნორ. იმის სიმსუყეს ანეიტრალებს რა. კარგია მოკლედ, თუ შური ხავიწი მოგონებაში. ეს კაფე მოგონება სტადიონის გვერდით არის თელავში. თელავში ალხანაიძის ლუდის დალევის გარეშე არ შეიძლება ჩამოსვლა. დიდი ლუდსახარშთან რომ აქვს რესტორანი ის დაკეტილია რემონტზე, მაგრამ ლუდის დალევა შეიძლება ამ პატარა მაღაზიაშიც. ასე რომ გზად დავლევთ თითო ჭიქას და მერე გავუდგებით ჩვენს იმაზე რა ქვია, გასტრო ტურზე. იცი რა მინდა? აი ეს ათენგენური არ გამისინჯავს არასოდეს. გასტავლე. გამარჯობა. დღეს მარტო ლაგერია, ხელმისაწვდომი, ამიტომ ლაგერს დავხერთ. არ ვიცი, ჩემი აკვიატება თუ რა არის, მაგრამ აი აქრო ისმევა და აქრო გემრიელია, ეგეთი არის. მადლობა. არც ერთ სხვა ლუც არ აქვს. აი ეს არ მომწია მას ალხანაიძე რო ტოვებს გიჟდები. ბოზბაში და ჩიხირთ. რომელი უფრო გემრიელი. ეს ბოზბაში ყველას კაცი ადამიანიდან აქვს გაგონილი, მაგრამ გასინჯული ბევრი ადამიანს არ აქვს. გავსინჯოთ. ეს ბოზბაში ცოტა ცხიმიანი რამეა. გუბთასაც წააგავს და სუფხარჩოსაც. ნახე, აი, მოდი. პატარას გავს. დანარჩენს მე ვაშავი ხედავს. გემრიელია. ძალიან ცხიმიანია, მაგრამ ძალიან გემრიელი. და ნოღიერი. რა კაი ძვანია აქ. მაგარია.
როცა ამ გემოზე არ მოხსოვდა. არა, ყვარებია ბოსბაში. შენ, ახლა ჯიხით მასე გადავიდეთ. ამიტომ ჯიხით მის ჭამა მოგიწევს ხოლმე. შეგიკვეთას მალბოსბას. კაი ესე ჯიხით. დიდი კათამი გდია. კაი. ისეთია, ნახე. ეს იქნება სავარაუდოდ არ იქნება ნაყიდი ქათამი. ნაყიდი ქათამი კი არა. ანუ სოფლის ქათმის გემოზე თითქოს ნახევში და ისეთია. სუყა. ეს როგორ ჭამე? უკანი არ მივიდა. ისეთი კანები არ მიყვარს. დანა თوار მოგვიტანა ეს. სადვართ რო თქვით ჭირი ქალხინი აქა. და რატო ქვია ჭირი ქალხინი აქა? ყველაზე კრეატიული სახელი აქ ამ რესტორანს საქართველოში მოყვები. ბოზბაში ჯობს. ბოზბაში. ჩემი ხმა ბოზბაში. კაია, თალავში რო ჩამოხვალ და რო იქეიფებ. მეორე დღეს დილით ნაბახუსავზე საუკეთესო არჩევანია ჭირი ქალხინი აქა. რაც შეეხება რესტორნის სახელს, იმიტომ მქვია, რომ ერთ მხარეს სასაფლაოებია, რესტორნის ერთ მხარეს, მეორე მხარეს სამშობია რომ. ჭირი ქალხინი აქა. ორჩა იქ იყო. ცოტა თამაში. კაი? კაი. სულ არ გინდა შენ ჭიხეთმა? ბევრს აღარ უყვეთავთ ხოლმე, იმიტომ რომ ამ ორმა კაცმა რამდენი უნდა ვჭამოთ და ეხა ისე გამოდის, რომ ლაშას ბოსბოში უნდა და ძალიან და მეთქი კადრისთვის რაღაცა კაცია ადამიანი შესადარებლად ჭიხეთმაც შეუკვეთოთ, მაგრამ ბოსბოში აღმოჩნდა ცხონება და ცხოვრება. ოდნავ მომჟავ გემოც დაკრავს და მაგარი. თელავში ძალიან საინტერესო ადგილი აღმოვაჩინეთ, ლამაზი პატარა ყველის საწარმო, ოდლისი ჩიზბარ, რომელსაც აქვს ყველის ბარი და სადეგუსტაციო სივრცე, ხო? ძალიან ლამაზი, იმიტომ რომ ინტერნეტში რო დავსერჩე, უფრო საწარმოს ხათრით მოგვინდა მოსვლა, რაღაცა მცირე წარმოება, ადგილობრივი, თან შვეიცარიული ყველი, დეგუსტაცია გასინჯვა და რო შემოვედით, ისეთი ლამაზი და საინტერესო კონცეფცია ამ ადგილის, მოვიხიბლეთ მაკა. მაკა გიორგანაშვილია ჩვენი მასპინძელი, ასევე და ამ სივრცის ერთ-ერთი თანაავტორი, ხო ასე? დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მიღებისთვის. ჩვენ რო აგვირჩიეთ კიდე. მომიყევით, აბა მოდი ყველზე ალბათ პირველ რიგში, რისთვისაც მოვედით. ყველს აკეთებს ჩემი მეუღლე, რატი როსტომაშვილი. და როდესაც იყო 18 წლის წავიდა გერმანიაში, იქ ისწავლა პირველ რიგში სწავლობდა იქ სოფლის მეურნეობას 4 წელი და მე რამდენიმე თვე გადავიდა ალპებში ცხოვრობდა შვეიცარიაში თავის მეგობართან, რომელიც არის ყველის წარმოებელი და მასთან ისწავლა ყველის გაკეთება, ასე ვთქვათ, შვეიცარიული ტექნოლოგიით. როდესაც დაბრუნდა საქართველოში, საერთოდ არ გეგმავდა ყველის გაკეთებას და უბრალოდ თვითონ უყვარს ამ ტიპის ყველი. საქართველოში იყიდება ძირითადად უფრო მარილიანი ყველი და ეს ევროპული ყველები არ იყიდებოდა და ყოველთვის მისი მეგობრები რო ჩამოდიოდნენ ევროპიდან ეხვეწებოდა რომ არაფერი საჩუქარი არ ვიდა ჩამომიტანეთ ყველი. ეს არის ყველის გალერეა, თან ლამაზია ესეც. ანუ ეს ნამდვილი ყველებია, ხო? არა დეკორისთვის, ანუ გამოიღე ჭამე. კი, ეს რატის წარმოებული დავათვალიეროთ კიდე თან აგიხსნით. რომელია, ხო? თავიდან დაიწყო რატიმ ერთი სახეობით, აი ეს არის მთა,
აი აგიხსნით. ხო. ეს არის პარმეზანის ტიპის. ეხლა უბრალოდ ეს არის ჯერ ახალი და მაგიტო არის თეთრი. თორემ მე ნელ-ნელა ეს 4 დღეში ერთხელ იწმინდება სპეციალური ხსნარებით და მარილწყლით, სპეციალური ჩოტკებით. და გარედან წმენდავ და პლუს ღვინით, თეთრი ღვინით და გარკვეული პერიოდის მერე 3 თვის მერე, 4 თვის მერე უკვე შესაძლებელია ამ ყველის გაყიდვა. მაგრამ რაც ძველია ყველი, უფრო და უფრო გემრიელია და ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო დაძველებული, უფრო მეტად დაძველებული ყველი შევთავაზოთ ჩვენს ყველის ბარში, ჩვენს სტუმრებს. ესეთ პირობებში ძველდება, ვარგდება, ხო? იმიტომ რომ ნორმალური პირობები ეს ოთახი არის ნახევრად მიწაში. ჩვენ ახლა ცალკე სარდაფიც გვაქვს, სადაც ძირითადად ვინახავთ ყველს, მაგრამ აქ გვაქვს, ესე ვთქვათ, გავაკეთეთ ყველის ბიბლიოთეკა, შოურუმი. ბიბლიოთეკა, ხო, კი, რომ აქ ვაჩვენებთ სტუმარი, რომ მოდის თან შეუძლია ნახოს, აი როგორი ტიპის ყველებს ვაკეთებ. მაგა შრომატევადი პროცესიც არის, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ 4 დღეში ერთხელ სათითაოდ ყველის წმენდა მარტივი საქმე არ იქნება. არანაირად და ესე იგი თავიდან დაიწყო ამ პირველი ყველი, ანუ ეს იყო ამ ტიპის, ეს არის მაგარი ყველი. ჩვენ ვაკეთებთ 3 ტიპის ყველს, მაგარი, ნახევრად მაგარი და რბილი ყველი. აი ეს არის მაგალითად ნახევრად მაგარი და დაბლა ნახეთ პატარა ყველები რომ იწყო, ეს არის რბილი ყველი. გავსინჯავთ ამ ყველაფერს, ხო? კარგი. ეს წუκ-წუკ-წუკრეები აქვს. ეს არის მაგალითად ამას ქვია პეპერონა, ეს არის პილპილით, შავი პილპილით. აი ეს არის ვაკეთებთ ტარხუნით, ეს არის კლასიკური ჩვეულებრივი. ანუ 3 ტიპის კია, მაგარი, მაგრამ გემოები ახლა უკვე გვაქვს 32 გემო გვაქვს. ძალიან ბევრია. ანუ ეს 3 ტიპის არის კიდე სხვადასხვა გემოთი. სხვადასხვა გემოებით გვაქვს ნახევრად მაგარი ყველები. მხოლოდ ნახევრად მაგარი? მაგალითად ეს არის ლეღვით, ანუ არის კულინარიული თხილით, ვაკეთებთ პრასით, ჭინჭრით. ყველაზე მეტად რომელი მოწონთ ხოლმე, ყველაზე პოპულარული? ძალიან უყვართ ეს მთა, პარმეზანის ტიპის, ტრუფელით, ესეც ლიდერობს და აი ეს კულინარიული თხილით. აი ეს არის კარგი არომატია. ეს არის ჩვენი ყველი. და ესე წმენდავთ. რო გაიწმინდება და ეს რო სველი აქეთ ამხრიდან არ იწმინდება. ჯერ ესე დავდებთ, ეს რო შეშრება, მე აქეთ ამხრიდან გაიწმინდება და ისე დავდებთ. და ეს ვარგდება 3-4 თვე, ხო? კი ბატონო. არა, ნახე, 1 თვიდან დამზადების შემდეგ, 1 თვის შემდეგ უკვე შეგვიძლია გავყიდოთ ყველი. მაგრამ ისიც ხო. მაგრამ 3-4 თვე, ნუ უხდება. მინიმუმ, ხო, გვაქვს წელიწად ნახევრის დაძველებითაც. ეს ახლა ახალია, ნახე, თეთრია. ეტყობა. მე თვითონ იკეთებს აი ესეთ ქერქს. ხო, ვიგე. ამასთან ვატრევთ, აი ეს. ნედლეული ნუ ნედლეული რა ახლა ტრუფელი გავიგე, მაგრამ რძე? რძე ჩვენი გვაქვს. აჰა. კი. ჩვენი ფერმა გვაქვს და ფერმაც თქვენი გაქვს და თქვენი ფერმა. იქიდან მაგარია. ხო. შეიძლება საწარმოებს შევიხედოთ? კი, აუცილებლად წავიდეთ და ნახოთ. მერე გავსინჯოთ. თითქმის ყოველ დღე ვაკეთებთ ყველს, მოკლედ ამ ქვაფში შეგვიძლია გავაკეთოთ 500 ლიტრი რძისგან 50 კილოგრამი ყველი გამოდის. რომ დამზადდეს ოდლისის ყველი სჭირდება 8 საათი და ანუ ჯერ რა თქმა უნდა ვუკეთებთ პასტერიზებას 73 გრადუსამდე, მერე ჩამოდის ნელ-ნელა თვითონ ტემპერატურა 34 გრადუსამდე და მერე ვუკეთებთ სპეციალურ ფერმენტს, ნახბოსკუჭის წვენი ქვია, ესეც გერმანიიდან არის გამოწერილი და ველოდებით 40 წუთი ხდება რძის შესქელება და შემდეგ ჭრის ხელით და თუ მერე რამე ინგრედიენტი უნდა რომ ჩაურიოს შიგნით ურევს აუცილებლად, ხო. ეს არის ნახე რა ამოყვანილი ყველი. ეს არის, ხო. ეხლა ნახე მთელი ღამე აქ იქნება ეს ყველი გაჩერებული. აი ამას სიმძიმეები ადევს, ნახე ამ იწურება, ხო. კი, იმიტომ რომ ფორმებს აქვს სპეციალური ნასროტები, რომ გამოვიდეს მთელი შრატი გარეთ. იმერული ყველიც პრინციპში რომ ურავენ, რომ ამოიღებენ. ხო, მაგრამ ის მალევე გადაგაქვს მე მარილწყალში. ეს ჩერდება დიდი ხანი. იმიტომ ესეთი მშრალი მე. კი, და მე 24 საათი ჩერდება მარილწყალში და მერე გადაგვაქვს უკვე ხის ფიცრებს, ეს სადაც ვიწყებთ უკვე მერე ყველის წმენდას. თავარი არის მოვლა კიდე ყველის. ხო, იმ შრატს მერე რამეში იყენე? კი, სოფელში
რა თქმა უნდა, სოფელში მიგვაქვს. შრატისგან შესაძლებელია გააკეთო ნადუღი, ხაჭო, მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ. მაგას ჩვენ პირდაპირ ასე ვთქვათ, მოუხდელი შრატი, მაგას ვიყენებთ სოფელში. აი, მადლობა. გავსინჯოთ. ინტერვიუ არაკეთ მოვიდეთ. დავიდეთ. გადმოვინაცვლეთ და მე ხა აგიხსნით ჯერ ღვინოს და როგორ უნდა დავაგემოვნოთ, ანუ სომელიები ძირითადად გვირჩევენ, რომ დავიწყოთ თეთრი ღვინით. ჩვენ თავაზობთ ხოლმე ჩვენთან დეგუსტაციაზე, ჩვენ გვაქვს ვინეპონტოს ღვინო, ეს გახლავთ რქაწითელი, ჯერ არის დაყენებული იმაში ქვებში და მერე გადატანილია კასრში 6 თვის დაძველებით. და ვიწყებთ თეთრი ღვინით. და შესაბამის ყველს სინჯავ და აუცილებლად თეთრ ღვინოსთან უნდა დავაგემოვნოთ არაინტენსიური გემოთი ყველი. ხო. აი დავიწყოთ აი ამ ყველით. ეს გახლავთ რბილი ყველი, როგორც გითხარით, ვაიშქეზე, ასე ქვია. პირველი დაიწყეთ ამით. დავიწყოთ რბილი ყველით. და შემდეგი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეს გახლავთ კლასიკური. ეს არის ხო, რაჭუნა. კი, უფრო ახალი ყველია და არა, ესეთი, ანუ 14 დღე ხდება ამის დაძველება და მერე ხდება გაყიდვა. კი ბატონო. ეს არის კლასიკური, ყველაფრის გარეშე, დაძველებულია 4 თვის დაძველებით. ასევე თეთრ ღვინოსთან რეკომენდირებულია ლეღვით და კულინარიული თხილით, არაინტენსიური გემოები. ყველაფერი უნდა გავსინჯო. კი, აუცილებლად. და წითელი ღვინო, ეს არის საფერავი და საფერავთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეს გახლავთ უკვე ჭინჭრით. ხო. ყველი. და აქეთ გახლავთ შემდეგი რაც უნდა დააგემოვნოთ ეს არის ძირათი და ბოლოში ტრუფელით. ხო, ძალიან უხდება თაფლი. ესეთი საოჯახო თაფლი გახლავთ, ძალიან გემრიელი. მე და ჩემშვილოს მაგალითად თაფლი გვიყვარს ინტენსიურ გემოებთან, ჩემს მეუღლეს უფრო უყვარს არაინტენსიურ გემოებთან. ანუ ეგ უკვე გემოვნების ამბავია, ხო? წესები არ არსებობს. ძალიან გემრიელია ეს კლასიკური. და არომატული. გვაქვს ძალიან გემრიელი, ასე ვთქვათ, ჭაჭა, ესეც ვინეპონტოსია, რომელსაც არ აქვს წყალი გადარეული და ძალიან ესეთია ძლიერი, ხო? და ასევე მე კიდე მიყვარს ეს არის შუმის ზიგუ, პორტვეინი. ძალიან გემრიელი იყო კლასიკური. გადავედი შემდეგ თხილზე თუ კულინარიული თხილი და ასევე შეგიძლიათ ისიც გასინჯოთ. ორივე ერთნაირად ის არის, რა ქვია, არაინტენსიური, ასე ვთქვათ. თხილუკები. ყველა მოვაწოთ აქვს. კი, თუ კიდე არა, ჯერ ისე გასინჯეთ და მე რო ვიცნო, ხო? კაი. ეს ანუ თხილი არ არის, ეს არის ბალახის თესლი. და გერმანული სახელი აქვს ისეთი გრძელი მოთხრობასავით, რომ გერმანელებს ეგ უყვართ. ხო და კი და რომ მიკვეთავდნენ ხოლმე ეს რესტორნები და სასტუმროები, სულ მეუბნებდნენ, ვერ იხსომებდნენ სახელს, ისევე როგორც მე, მხოლოდ რატიმიც ის სახელი და რომ გვიკვეთავდნენ, მეუბნებოდნენ, მაკა, ყველი გვინდა აი თხილივით რო კნატუნოს და ბოლოს რატის უთხარი უნდა დავარქვა თხილით. კულინარიული თხილი. რომ რა შევა მარტივად ხალხმა დაარქვა თვითონ. ჩვენმა დამკვეთებმა და მაგიტო შევარქვით ეს. იცით როგორია? ძალიან ისეთი ინტენსიურ გემოზე მიყავს ამ ინგრედიენტს და მგონია რომ ან ძალიან მოეწონებათ, ან პირიქით, აი ზეთის ხილისადმი რო აქვთ ხოლმე დამოკიდებულება, არ ვიცი, ისეთია. ამაზე ყავს ხოლმე. თითქოს კლასიკური მირჩევნია. ხო. გემოვნებაზე ყველა სხვადასხვა გემოები აქვს, ზოგს ის მოსწონს, ზოგს როგორ. ეს რითია? ეს არის ლეღვით. ლეღვით. მე ძალიან მიყვარს ლეგვის ჯემი და ბლუჩიზი. კი. ძალიან კაია. ფანტასტიკა ლეღვით. და მე აუცილებლად ეს უკვე წითელ ღვინოსთან დააგემოვნეთ. ძალიან უხდება.
დაკარგე. თქვენ მობეზრებული გაქვთ ყველის ჭამა? არა, არანაირად. მეც ძალიან მიყვარს. მეც გავსინჯავ. ცოტა. ეს რითია შემოსალა? ეს არის ჭინჭრით. ჭინჭრით. კი ბატონო. თან პარალელურად მოგიყვებით ანუ თვითონ ბარის იდეას, რომ ჩვენმა შვილებმა გახსნეს ყველის ბარი. გავიხსენით მხოლოდ 2 წლის წინ, ახალი, ანუ 2 წელიწად ნახევარი ესე გამოდის. არც ბიზნეს გეგმა არაფერი, აი ესე დავიწყეთ. ყველის წარმოება დიდი ხანია არსებობს, საწარმოო ბარი სულ 2 წელი. კი, და ესე იდეა ჩვენი შვილების არის და ძალიან გვიხარია. სტუმრები რომ მოდიან, სათითაო სტუმარი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მნიშვნელოვანი. ჩვენიერი იდეა და თან კაი მოსაჯდომია, კარგად რომ ივახშმებ სადმე ან ისადილებ. მერე საღამოს მოწრუპავ გემრიელ ღვინოს და რაღაც ფანტასტიკურ ყველს დააყოლებ. მომეწონე ჭინჭარიც. ძალიან კარგი. კარგია. ამ გემოებს თვითონ რატი იგონებს? სტეპს ატარებს თუ როგორ ხდება მიღება? ხო, აიცი როგორ თვითონ აბალანსებს ამ გემოებს. ახლა შესაძლოა თვითონ ევროპაში არის მაგალითად ქუმინ, ესე ქვია, ანუ თვითონ ძირა არის მაგალითად, ჩვენ მაგალითად ტრუფელით არ ვაკეთებდით თავიდან და ერთ-ერთმა რესტორანმა დაგვიკვეთა, იმიტომ რომ გვითხრეს რომ თვითონ ყიდულობდნენ შემოტანილ ყველს ტრუფელით. მაგრამ არ მოსწოდათ და ღირდა ძალიან ძვირი თურმე ჩვენ არ ვიცოდით და თვითონ გვითხრეს რომ თქვენი ყველი ანუ ისეთი შემადგენლობის არის რომ სცადეთ ტრუფელითაც და აი ესე დავიწყეთ 3 თვე აკეთებდა რატი სვავდა ასე ვთქვათ ამ გემოს ხო და მერე მოკლედ ესეთი შევიმუშავეთ და თვითონ აკეთებს თავისი გემოები აქვს ასე ვთქვათ თან სულ იმას იძახის ხოლმე რომ ზუსტად დაკოპირებული არ არის შვეიცარიული ტექნოლოგიით ანუ სულ იმას იძახის ხოლმე რომ ეს მაინც ცოტა განსხვავებული გემოებია იმიტომ რომ თავისი რეცეპტები აქვს ჯერ ერთი პლუს ქართული რძე არის ხო ხო ბალახი ჰავა ყველაფერს მნიშვნელობა ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს აისახება თვითონ გემოს ეს რაზე გადმოვინაცვლა ეს არის უკვე ძირათი ძირა ძირა და კუმინი ერთი და იგივეა კი ქართულად არის ძირა კი ძირა არის ორნაირს ვაკეთებთ ხოლმე ყავისფერით და ეს შავი წერტილებით ხო კაია ძალიან კაია ესეც წითელ ღვინოსთან და ჭაჭასთან არის რეკომენდირებული. ჭაჭას გასინჯავთ? ლაშა გასინჯავს. არის ტყვის უარს. ღვინით შემოვიფარგლები, რომელიც ძალიან სხეულიანი და ისეთი არომატული და კარგია. ხდება. ესეც ვინეპონტოსი გვაქვს. თუმცა გვაქვს მერე ბოთლისაც ვთავაზობთ ხოლმე თვითონ ბარში. დეგუსტაციებზე გვაქვს ეს ღვინა. და ჩემს ყველის დეგუსტაციას დავაგვირგვინებ ტრუფელი ელემენტი. ძალიან კაია. კაია. ძალიან კარგი. ანუ ჩემი რო ამარჩევინოთ ეს და კლასიკა იქნებოდა ჩემი საყვარელი. ძალიან კაია. ძალიან კარგი. სამწუხაროდ ყველა ყველი ერთდროულად ერთნაირად დაძველებული არ გვაქვს ხოლმე. ყოველთვის თავაზობთ ისეთ ყველს ბარში, რომელიც გვაქვს დაძველებული. 32-ვე სახეობა ერთდროულად არასდროს არ არის დაძველებული, იმიტომ რომ იცით რა მაინტერესებს? მე ეპიზოდი რო იდება ხოლმე ხშირად გწერენ, რომ სად ვიყიდოთ, სად მოვიკითხოთ და ესე ხელმისაწვდომი არის თქვენი ყველი თუ მხოლოდ რესტორნები და ადგილზე? არა, თბილისში იყიდება ყველის სახლი, ეს არის აბაშიძეზე 9 ნომერში, შეგიძლიათ ქართული კალათა კიდე, მანდაც იყიდება ჩვენი ყველი. ასევე შეუძლიათ პირდაპირ ჩვენთან ბარშიც, ჩვენთან ბარში ვყიდით ჩვენივე სარდაფის ფასით. მაღაზიებში ჩვენი ფასი არ არის, იმიტომ რომ იქ თვითონ მისი მაღაზიაც არის ისა. ხო, თავისთავად. აწესებს ასე ვთქვათ თავის ფასს, ხო. დიდი მადლობა მაგამ.
არა, ძალიან გემრიელი იმისთვის, გამოცდილებისთვის, კარგი საღამოსთვის და რა თქმა უნდა, ფანტასტიკური ყველისთვის წარმატებები. დიდი მადლობა და თქვენც ასევე წარმატებები და წინსვლა და ბევრი ადამიანი გაახარეთ კიდევ. მადლობა. კიდევ შევჭამ. კი. ეხლა ლაშამაც მიირთვეს. ეხლა ლაშამაც მიირთვეს.